თავი მესამე. და კვლავ შევიდა სინაგოგაში. იქ იყო კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. უთვალთვალებდნენ ხომ არ განკურნავდა შაბათ დღეს, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. უთხრა ხელგამხმარ კაცს, შუაში დადეგი. მათ კი უთხრა: შაბათ დღეს კეთილის კეთება ნებადართული თუ ბოროტისა? სულის ხსნა თუ დაღუპვა? ისინი დუმდნენ. ესომ რისხვით გადახედა მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და იმ კაცს უთხრა: გაიწოდე ხელი. მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი. ფარისევლებმა გამოსვლისთანავე მოითათბირეს ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეიდან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მოვიდა მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს რა მოიმოქმედა მან. თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი. რადგან ბევრი განკურნა, მან ზედაწყდებოდა ყველა, ვისაც რა მსნეულება სჭირდა და ცდილობდა, რომ შეხებოდა მას. არაწმიდა სულებიც, როგორც კი მას დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: შენ ახარ ძე ღვთისა. იესომ კაცრად უშლიდა მათ, რათა არ გაეცხადებინათ იგი. შემდეგ მთაზე ავიდა და მოუხმო, ვინც მას სურდა და წავიდნენ მასთან. 12 ამოიჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკების გამოდევნის ხელმწიფება. ამოარჩია 12, ზედმეტსახელად მისცა სიმონს პეტრე. იაკობ ზებედესას და იოანეს იაკობის ძმას უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიღარა თავი, რომ პურიც ვეღარ აჭამეს. მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წავიდნენ, რადგან ამბობდნენ შეშლილიაო. იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს, ბელზებული ყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდემისო. დაუძახა მათ და იგავებით ეუბნებოდა, როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა. თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლევს. თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლევს. და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიღო, ვეღარ გაძლევს, აღსასრული დაუდგა. ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერი სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები. თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს, მაშინღა გაძარცვავს მის სახლს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს და გმობა რამდენსაც უნდა გმობდნენ, ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ სამუდამო ცოდვის თანამდებია, რადგან ამბობდნენ არაწმიდა სული ყავსო. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. მის გარშემო ხალხი იწყდა, როცა უთხრეს: გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო. პასუხად უთხრა: ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები? მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: ახა ჩემი დედა და ჩემი ძმები, რადგან ის, ვინც ღვთისნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.